ქრისტი ხელში მიჭრავს ბრტყელტუჩა, გჯერა თუ არ გჯერა? არა. გიო მე ხელში მიჭრავს ფანარი, გჯერა ჩემი? არა, რა თქმა უნდა, მატყუ არა ის, მატყუ არა, უჭირს ხო რაღაც უჭირავს. არა, ფანარი მიჭირავს. დავიწყოთ დასვი კითხვები. გამოძრავე შენი ბრტყელტუჩა. რანერი ხმი? გამომოძრავე, ხო მითხარი? კაი, მე რო დავინახო ანთე და სახეზე მიინეთ. ეხლავე? აგე? უი. საინტერესოა რა, სმატყუე. აბა შენი ბრტყელტუჩა დააგდე. ქრისტი, მაგი და გაფუჭდება. კიდე რომ გაფუჭდეს, მე დავაგდებ, არა მაქვს პრობლემა. არა, არ მინდა რომ გაფუჭდეს. კი ბატონო. მაშინ სხვა რაღაცას გეტყვი. კაი. ყვითელია? კი, ყვითელია. ყვითელი შავში მეცაც გეტყვი. ქრისტი, ეგ ფანარი იყიდე შენ? არა, არ მიყიდია. აბა ფანარი არ გქონა ქრისტე, საიდან გაქვს? მაგაზე კითხოს არ გაქვს, პასუხს არ გაქვს. იმიტომ რომ მეორე კითხვა არის. კარგი, კარგი. მითხარი შენი ბრტყელტუჩა რამხელა, დიდია? ანუ გააჩენ სიგრძეს გულისხმობ თუ რაღაცა? სიგრძეს გულისხმობ. ეს რა ხმა? დაახლოებით ჩემსაც დიდი ეგე, ჩემ ხელის გულს. შენი ფანარი, ну როგორც შენ ამბობ ფანარი, შემთხვევით კოშკში ხო არ ამოდის? კი. კი? ხო. ო, და კოშკში რო ფანარი არ ამოდის, შენ ეგ იცი? როგორ არ ამოდის? აბა არ ამოდის, ქრისტი. რა მიინათე და აი სანათები რო არის, ხო იცი? რაღაცები რო შეგიძლია რაღაც ფანქრები და რაღაცები ჩადო და თან რო ანათებს. დათვის ფორმის არის თუ არ ვწდები, ეგ არის, ხო? არა, ეგ არ არის. მანახე, ეგ არის? ეგ დათვის მე ფორმა ვფიქრობ, რომ არა. გამოვიცანე უკვე. ხო გითხარი, ქრისტი? რა არის, ბიჭო? ეს არის საზომი. რისი საზომია, აბა? რისიც გინდა, ყველაფრის გაზომა შეიძლება?